რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დასავლეთ საქართველოში იმყოფებოდა. დავით ჩავლეშვილმა სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარე სამუშაოები გაეცნო. მინისტრმა ქუთაისისა და ზუგდიდის მუნიციპალური ნაგავსაყრელები დაათვალიერა. ქუთაისის ნაგავსაყრელზე 51 წლიდან არაფერი არ გაკეთებულა, კეთილმოწყობილობითი სამუშაოები ჩატარდა, წელს დასრულდა, დაახლოებით 500 მეტრიანი ბერმა არის მოწყობილი, რამაც დაიცვა ნაპირი, სადაც საშიშროება იყო მორეცხვის და მოსახლეობასთან ან ნაგვის ჩატანის, ანტისანიტარია იყო ძალიან ცუდი და ეს ყველაფერი არის მოგვარებული. დარჩენდა სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოები, აქ მოეწყო ნაპირ დაცვითი სამუშაო, ქვანაყარი ბერმა, ასევე მთლიანად მოხდა ნიკიის ნაგავსაყრელის წინასწარი კონსერვაცია. ეს ნაგავსაყრელის ახალი სტანდარტებით მოემსახურება იმ გარდამავალ ეტაპამდე, სანამ ავაშენებთ ახალ რეგიონალურ საერთაშორისო სტანდარტების ნაგავსაყრელს. ეს ძალიან დიდი პრობლემა, რომელიც ათწლეულები აწუხებდა მთლიანად ქალაქს, ქუთაისის მოსახლეობას და მიმდებარე სოფლებს, ფაქტიკულად არის აღმოფხრილი.